მიმადლიერება მინდა გამოვხატო თეატრის მიმართ, რომლის პირდაპირ დანიშნულება ილაპარაკოს რეალობას. სხვადასხვა ფორმებით დღეს რეალობა შეჭამა ყველანაირი პირობითობა და გაცოცხლდა რეალურად. ამ პროცესს ქმნიან ადამიანები, რომლებიც ღირსების და ერთგულების მაგალითები არიან ჩემთვის. არ ვიცი როგორ გამოვხატო ის, რასაც ამ ადამიანების მიმართ ვცნობ. სინდისის პატიმარ ანდრო ჭიჭინაძის ამ წერილის ადრესატები ამავე რეპორტაჟის მთავარი გმირები არიან. 110 დღის წინ უსამართლობისგან უკიდურესად გაბრაზებულ გაფიცულ თეატრს ჯერ კიდევ თავისუფალი მსახიობი ანდრო ჭიჭინაძეც შეუერთდა. მისი პროტესტი და გაფიცვა თავისუფლებაზე 24 საათს გაგრძელდა. მერე დაიჭირეს. ქართული თეატრის და ზოგადად ხელოვნების დევნის ნამდვილი ამბავი იმდენად შეუბრალებელი გამოვიდა, ხანდახან ნამდვილი ამბავიც არ გეგონება. ერთი უწყვეტი თეატრალური წარმოდგენაა იმაზე, როგორ იქცევი მაშინ, როცა შენი ერთგული მაყურებელი ქუჩაშია და როცა სისტემამ მტრად მოიკიდა ყველა, ვინც ამ ქვეყანაში უკეთეს ცხოვრებას ეძებს. და ის სწორედ ამიტომ სრულიად მოულოდნელად ჩვენ როგორც საზოგადოებამ საკუთარი თვალით ვნახეთ, როგორი შეიძლება იყოს განრისხებული თანამედროვე თეატრი, მათ შორის ქუჩაში. დავივიწყარი. ძალიან ბევრი რამით. პირველ რიგში იმითი რომ ჩემი კოლეგები, ჩემი ცეხი ასე ვთქვათ, უძახიან ხოლმე, არასდროს ესეთ სიმაღლეზე არ ასულან მოქალაქეობრივი თვითშეგნების ირონიით რო ვთქვათ. ძალიან ამაყობდა, ძალიან უცნაური და მაგარი რამე მოხდა, რომ ავანგარდში შეიძლება ითქვას, რომ ამ წინააღმდეგობის არის თეატრი. ეგეთი რამე არ მოხდა არასდროს. ქარბუქივით იყო რა. არ ვიცი, ძალიან ბევრი რაღაცის გადაფასების, ერთობის, ბევრი სირთულე იყო ცხადია და არის, მაგრამ რაღაცნაირი მე მგონი ამ სფეროს რა ერთობაც აკლდა ის პირიქით რაღაც გამოჩნდა რომ არსებობს. ეს დღეები იტევს მეგობრების ცემას, ძალადობას, უკანონო პატიმრობას, კიდევ უფრო უკანონო სასამართლოს და უკიდეგანო აღვირ ახსნილობას ყველგან, სადაც არ გაიხედავ. და რადგან ბლაგვი ხელოვნება ვერასოდეს იქნება საინტერესო და თეატრი და ზოგადად ნამდვილი ხელოვნება ალბათ ყველაზე მეტად დგას ფხიზელ ინდივიდებზე, ქართული თეატრალური დასები, მათი მაყურებელი, სცენის გამნათებლები, სპექტაკლის ავტორები, მოლარეები, მსახიობები და სცენის მემანქანეები. ყველანი ერთად, სრულიად სპონტანურად ან მოულოდნელად თავისთავად აღმოჩნდნენ პროტესტის ეპიცენტრში. სულ ვფიქრობ მაგაზე, რატო აღმოჩნდა თეატრი ესე წინა პლანზე. მაგრამ ალბათ იმიტომ, რომ განსაკუთრებით ბოლო წლებში და განსაკუთრებით ახალგაზრდები ძალიან თამამად ლაპარაკობდნენ იმ სათქმელს, რაც აუცილებელი იყო. და შემდეგ უკვე როგორც ჩემმა პატარა კოლეგამ დათამ თქვა, მაყურებელი გავიდა გარეთ და თეატრი იძულებული გახდა, რომ გაყოლოდა მას. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მოხდა. ისევე როგორც ნებისმიერი სპექტაკლი, აი ეს 100 დღეც არის ძალიან ბევრ რაღაცაზე, რა თქმა უნდა, ერთად რა, მაგრამ რა თქმა უნდა არის იმაზე, რომ მე ვფიქრობ, აი ჩვენი თავარი პროტესტი მაინც დაიწყო აი ამ წართმეული ხმით, ხო? აი ამ წართმეული ხმის საფრთხით, ან ხმის წართმევის საფრთხიდან, ხო? და ჩვენი მთელი აი მოძრაობას გაზდევს აი ეს ასე ვთქვათ ლეიტმოტივი, ხმის დაბრუნება, ხმის დაკარგვის თემა, ხალხის ხმა. თუ ვინმე ამ პროცესში ერთმანეთი არ მიატოვა, ნამდვილად თეატრი იყო. ამ უპრეცედენტოდ ერთიან პროცესში მთელმა ქვეყანამ ნახა სინამდვილეში, რა ძალა აქვს თეატრს და რა შეუძლია ერთ ადამიანს მეორესთვის. ეს პროტესტი ერთგვარი სარკე და ანარეკლიცაა, რა ღირებულებებზე დგას დღეს თეატრალური საზოგადოება და როგორ შეიძლება გარდაიქმნას ქართული თეატრი მომავალში.
არა მარტო თეატრი, არამედ მთლიანად კულტურა გაიაზრებს ამ პერიოდს, იმიტომ რომ ჩვენ ამ წუთას ვიღებთ ისეთ გამოცდილებას, ისეთ ტრამვებს, იმდენად სტრესულ გარემოში ვიმყოფებით, რომელსაც ჩვენ ვერ ვამჩნევთ, იმიტომ რომ პროცესში ვართ ყველა და რაცა ბრძოლაში ვართ, ხო? მაგრამ როცა ეს ბრძოლა დამთავრდება გამარჯვებით, ჩვენ აღმოვაჩენთ იმ ჭრილობებს, რომლებიც ამ პროცესმა დაგვიტოვა. ჩვენ ხელში გვიჭირავს დიდი მასალა, ასე ვთქვათ, ახალი მასალა საკვლევად, იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ ცდელობა პოლიტიკური ცვლილებებისთვის, ეს არის ცვლილება საზოგადოებრივი ცვლილებებისთვის. გაფიცვამ ამ პროფესიაში დამკვიდრებული სტერეოტიპებიც დაანგრია და ერთ დროს ინტრიგებით ცნობილი სფერო ასეთი ძლიერი და ერთიანიც არასოდეს ყოფილა. თავგანწირვაა კი, როდესაც შენ ამბობ საკუთარ საქმეზე უარს, როდესაც შენ ამბობ შენს მთავარ შემოსავალზე უარს, ხო? ეს არის თავისუფალი თეატრების შემთხვევაში ხშირად ეს არის ერთადერთი შემოსავალი რა. ანუ პრინციპში ამბობ რომ მზად ხარ დარჩე ლუკმაპურის გარეშე და შენი საკუთარი საქმის გარეშე, რაც ბევრი ჩვენგანის შემთხვევაში ცხოვრების აზრსაც წარმოადგენს. ერთად ყოველთვის კარგი არის. ერთიანობას ქმნის არა ერთნაირი ადამიანები, არამედ განსხვავებული ადამიანების ერთობა. შესაბამისად, აი ეს მოხდა ახლა ზუსტად აზრი იყო იმდენი, რამდენი ადამიანიც არსებობდა ამ გაერთიანებაში. პოლიტიკური ყოველთვის იყო, თუმცა ვერავინ წარმოიდგენდა, რომ შესაძლოა თანამედროვე ეპოქაში მოვიდეს დრო, როცა თეატრი იძულებით დატოვებს მოჩუქურთმებულ დარბაზებს და ჩვეული წარმოდგენების ნაცვლად ადამიანები გამონახავენ ძალას, უარი თქვენ საკუთარ პროფესიაზე, როლზე, აპლოდისმენტებზე და დიდებაზე, რომელიც მოაქვს მაგიურ თეატრს. ძალიან მაღელობს ის ჭრილობები, რომელსაც ვაყენებთ ერთმანეთს როგორ შეხორცდება კი საერთოდ. ჩვენ შევძელით, რომ ერთმანეთი დაგვენახა და მივხვდარიყავით, რომ არის რაღაცა ღირებულებები, რის ირგვლივაც შეგვიძლია რომ გავერთიანდეთ. მანიფესტი, რომელიც მოგზაურობს მთელ საქართველოში, ეს არ არის პოლიტიკური, ასე ვთქვათ, რაღაცა პარტიული მოწოდება. ეს არის სახალხო მოწოდება, ეს არის ხმა დევნილების, ეს არის ხმა სტუდენტების, ეს არის ხმა პატიმრების, ეს არის ხმა ყველა უსამართლოდ დაჩაგრული მოქალაქის. ამიტომ სახალხო ხმაა. თეატრის ბრძოლის თავგადასავალი პირდაპირ პიესაა თავგანწირვაზე. ეს უწყვეტი სპექტაკლი ყველა ღირსეული ადამიანის მონაწილეობით დაგვაფიქრებს იმაზე, რომ ეს ამბავი ყველაზე მეტად ერთ უწყვეტ პიესას გავს განსაცდელში ჩავარდნილ საქართველოზე და გვაჩვენებს იმასაც, რომ როგორც ჩანს, ვერც თეატრალური რეპერტუარი ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც აქამდე იყო და გადააზრებისას, როგორც ჩანს, თეატრშიც გარდაქმნები გარდაუვალია. ძველი რეპერტუარით გაგრძელება არ შეიძლება. აი ხა ჩვენ ვერ გავაგრძელებთ. დავიწყეთ თამაში და ვითომ არაფერი არ აი აღვადგინეთ ძველი სპექტაკლები და არა ეს უნდა შევიდეთ ყველა ახალი რეპერტუარით, ახალი სპექტაკლებით, ახალი ესეთი პარტიზანული თეატრი უნდა გაჩნდეს და ყოველთვის იყო ქართული თეატრი ესეთი. წყოს არ ვიტყვი. შეიძლება ქუჩაში არ იდგა არასდროს, მაგრამ დისიდენტური და პარტიზანული ყოველთვის იყო. როგორ შეიძლება რომ დაბრუნდე რა, იმიტომ რომ იმდენი რაღაც დაგვიგროვდა ჩვენ როგორც სფეროს სალაპარაკო. თან ეს გაერთიანებები რაც მოხდა ჩვენი ერთმანეთთან რა, ეს მე მგონია რომ არ უნდა დაიკარგოს და უნდა შედგეს ბევრნაირი კოლაბორაცია. როგორც კი გაიხსნება ამ თეატრების კარებები, ჩვენ შევხვდებით უამრავ ახალ ფორმას, ახალ აზრს, ბევრად უფრო მძაფრ, ბევრად უფრო სიღრმისეულ ანალიზს და კრიტიკას საზოგადოების. აი ვის არის მაქრუგა ვინ შემოხასეთ? ეს არ არის ომი, ეს რაღაც სხვა, ეს არ არის ომი, ეს რაღაც სხვა, ეს
ახალ ენაზე და ახალი ფორმებით ამეტყველებული თეატრი არ ჰგავს არაფერს აქამდე და მაინც 100 დღიანი გაფიცვის შემდეგ ნაწილი სახელმწიფოსაგან დამოუკიდებელი თეატრების გახსნა ცხადია არ ნიშნავს წინააღმდეგობიდან გასვლას. შესაძლოა საერთოდ პირიქით იყოს, უბრალოდ წინააღმდეგობის ფორმა შეცვალო. ასე რომ ნაწილი თეატრალური დასების სცენაზე დაბრუნება ხელოვანთათვის ამ პროცესის კიდევ უფრო მნიშვნელოვან მეორე მოქმედებას გავს გრძელ სპექტაკლში. ახლა უკვე ნელ-ნელა დაიწყებენ თეატრებში და უკვე თავის სათქმელს იტყვიან და კიდევ უფრო მძლავრად იტყვიან. აი ეგ უფრო საინტერესო იქნება ეხლა რა ტალღა წამოვა თეატრში. ეს არის მეორე მოქმედება. მე მგონია რომ კი დაიწყო მეორე მოქმედება. ეხლა ყველაზე მძიმე მომენტში ვართ, როდესაც უნდა აი დასრულდეს პირველი მოქმედება და დაიწყოს მეორე. როგორია ეს მეორე მოქმედება ბატონ ლევან? არავინ არ იცის. არავინ არ იცის, მაგრამ უნდა დაიწყოს აუცილებლად. არავინ არ იცის, რამდენ აქტიანია ეს პიესა. ეხლა მგონი აი მართლა ფარდა არის დაშვებული რაღაცნაირად. პირველი მოქმედება დავთორდა თითქოს და ამ რაღაცა სიბნელეში ვართ რა, სრულ წყდიათში. შუქი ყოველთვის ამოდის რა, მე მოდის, იმიტომ რომ სიბნელე ხო არ არსებობს რეალურად, სინათლის ნაკლებობაა რა. მეორე მოქმედება იქნება ძალიან მკაცრი, მე ასე მგონია. ძალიან სარკის ეფექტი ექნება. ჩაგვახედებს ჩვენ დაგვანახებს ჩვენ თავს სარკეში, მაგრამ მკაცრი იქნება. კონკრეტულად რას მედავებით, ანუ აი ანდრო ჭიჭინაძემ იქ რა დააშავა. ისე ტყვე ანდრო ჭიჭინაძის გამოსახულებაც კმარა, მათ შორის საბრალდებო სკამზე დავინახოთ, როგორ სასო წარკვეთილებას და შიშს ასხივებს რეჟიმი და თუ ვინმე დღეს ნამდვილად ჯოგნის რეჟიმს ანდრო ჭიჭინაძე და მისი ქართული თეატრია. გული რაზე მწყდება? ბევრ რამეზე. მგონია რომ საერთოდ არ წამოვიდა რეჟიმი რა არანაირ დათმობაზე. და ის ადამიანები, ვინც ჩვენი მეგობრები არიან ზოგი და არა მარტო არ მინდა რომ მართლა გამოვყო რა. ვინც უდანაშაულოდ ის კიდევ იქ არის და ჩემთვის რთული ასატანია ძალიან რა. მე რო ეხა აქვსი ვარ და ისინი რაღაცა 4 კედელში რთული გადასახარშია ჩემთვის. მით უმეტეს ნუ ანდროსთან მეგობრობ და ერთად გავატარეთ ერთი თვე ციხეში, როდესაც ვიღებდით უარყოფით რიცხვებს. ერთად თამაშობდით ამ ფილმში და ვერ წარმოვიდგენდი მაშინ, რომ შეიძლება ერთ-ერთი ჩვენგანისთვის რაღაცა რეალობად ქცეულიყო რა ის მოცემულობა. არა უშავს სერვანტესის ციხეში იყო დასტოევსკი, ბევრი ხალხი იყო. არა უშავს ამას გადაიტანს ადამიანი, მთავარია როგორ მოიქცევა ამ დროს და არ დაკარგოს სახე და ამ ბიჭმა ეს სახე შეინარჩუნა ძალიან დიდი ღირსებით. მძიმეა ეს ყველაფერი. არ შეიძლება ამასთან შეგუება ადამიანებო, ამდენი ბავშვი ტყუილად, აბსოლუტურად ტყუილად არის იქ სადაც არ უნდა იყოს. არა უშავს სამაგეროდ ახლა დანამდვილებით ვიცით, როგორ გამოიყურება თანამედროვე გაუყალბებელი ქართული თეატრი, მაშინ, როცა ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავენ და როგორ შეიძლება დარჩეს ნეობის ერთგული ყველაზე რთულ დროს, მათ შორის მოუშუშებელი ტკივილების პირისპირ ამ პროცესში. თუ ალეგორიულად შევხედავთ, ეს იგავია, სადაც ადამიანები თითქოს ძლიერ ქარში ცდილობენ ცეცხლის შენარჩუნებას და მართლა ფიზიკურად საკუთარი სხეულებით ეფარებიან ერთმანეთს ბოროტების წინააღმდეგ. როგორი პერსონაჟია თუ თეატრალურ იმაში გადმოვიტანთ? ანდრო საინტერესო კითხვა. როგორი პერსონაჟია? რამოს ვისწავლეთ ხო არის რომელიმე პიესაში. ის განსხვავდება. უნდა დავფიქრდე ამ კითხვაზე, რომ აი კარგი პასუხი გაქცე რა, იმით ცოტას ვიფიქრებ, ხო? იმიტომ რომ ნუ არ ვიცი რაღაცა ისე ხო
ისეთია რაღაცა თავარი როლები უნდა მიცე. მაგრამ ეს კონკრეტულად ვთქვა ჰამლეტის როლი ან რაღაცა მინდა რომ ვიფიქრო ბევრი და მე გიპასუხო შეიძლება ძალიან ცოტა დრო აქვს და ამიტომ რამოდენიმეჯერ მე უკვე მეც თვითონაც უთხარი მეთქი ნუ დახარჯავ ჩემზე წუთებს არ არის საჭირო ამაზე დროის დახარჯვა და დახარჯე მშობლებზე ფაქტიურად ეგ არ არის ლაპარაკი, ეგ არის უბრალოდ ხმის გაგონება. იმიტომ რომ მე მგონია რომ სულ აქ 10 წუთი თვეში და ეს 10 წუთი უნდა გაანაწილოს ყველასთვის და ჯობია რომ ჩემზე არ გაანაწილოს ახლა. არა, ჩემთვის არა, პირიქით. ჩემთვის არ არის კარგი გრძნობა და ამიტომ თხოვე რომ აღარ დამირეკო თქო. მე ძალიან მიჭირს ხო, მიჭირს, იმიტომ რომ მაქვს რაღაცა უსუსურობის შეგრძნება, რომ ცხოვრობ ქალაქში, სადაც სიმართლე ძალიან ძნელი დასამტკიცებელია. რადგან ჯერ არაფერი დამთავრებულა და წინ ბევრი ცუდი და კარგი ძგველის არ მიატოვოთ ერთმანეთი. დაივიწყეთ ნიღაბ ამოფარებული ალეგორიებით და ბოლოს ტირანიაზე როცა გავიმარჯვებთ, აუცილებლად იარეთ თეატრში. რეპორტაჟს ისე დავამთავრებ, რითიც დავიწყე. ანდომ წერილი გამოგიგზავნათ თეატრის რეჟისორებს ჩემს სიუჟეტის გვერდს და ვინც ანდროს იცნობს, მიხვდება, რომ უსიტყვოდ უფრო მედბედნიერებას ასხივებს, ვიდრე ეს სიტყვები, თუმცა ამ სიტყვებისთვისაც მადლობა. ანდრო, მე ჩვენ ძალიან ბევრი გველაპარაკია თეატრის ფუნქციაზე და თეატრის დანიშნულებაზე და იმ რწმენებზე, რომელიც თეატრის მიერ გაგვაჩნდა. და მე მგონია რომ არაფერს განსაკუთრებულს და ისეც არ ვაკეთებთ, რასაც მაგალითად შენ არ გააკეთებდი, ვთქვათ ჩემთვის ან ჩვენთვის. ოკეი. მე არ შემილია რომ უემოციოდ ვუყურო იმას როგორ გვამხნევებენ ციხიდან. არასოდეს არ გაუცრუებთ ამ რწმენას, გამარჯვების რწმენას. ალბათ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, აი მხოლოდ ამ ერთი ადამიანის მიმართ უსამართლობისთვისაც ღირდა გაფიცვა.